ტრაქტორზე ხარ მომჯდარი? საბოლოოდ შემცოლსო, რა მაგრად გააჯავრეო. დეიდა ჩემი ტირისტებებია, ჩემს პულსი აღარ ესინჯება. ადამიანი პირველ რიგში არის მუსიკოსი. ეს ტრიპაჩობა იყო. მინარე ხიდის ქვეშ. დაშა ბიჭები გაიჩითა. ულალა. კარგო. ვისაც უთხოვია რომ გთხოვ წაშალე არ სიამოვნებს, დამიშლია. აიხადე გავარდება. რაც ის კამერა დამიყენა ჯადოსავით. So hard and that's so far. გიტარით და შიშველის ხეულით. უკვე გიტარისტი. შუა ვაკეში ვარ, მეგობრებო. მოგესალმებით თაკ დრაივი. გონი სასაფლაოზე მიმაცოს რა. მეშენზე ფიქრი მახსენებს და ძებ ჭილებში სიცილი უნდა გაიცინო ბეა. შენ რომ მეწლია. შენ რომ მეწლია. მუხარები იყო გადმოსოფლელდი ქალაქში. არ მინდა ეს. მორგენ, ეს თაკ დრაივია. გასყავს განსაკუთრებული სტუმარი, არა ჩემი ყველა სტუმარი კი განსაკუთრებულია და იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანის ნახვა ძალიან ბევრ თქვენგანს გაგიხარდებათ. მოდი, მაღირსე. Hello. ჩემი სტუმარი დღევანდელი ლევი გრინი. სად მივდივართ? ჩვენ მივდივართ. ჩოგბურთის კორტებზე. ჩოგბურთის კორტებიო, ხალხო, ნორმალურია ხა. და დესტილიდან წამოსული ვარ რაღაცა დიდი შარვლით და 1 მაისურით, რომ თბილისში უნდა ჩამოვირდინო და უკან წავიდე ლაგოდეხში და ჩოგბურთისი და ჩემს მაკაცებთან ეგრევე რომ ერეკლე დამეხმარე რაღაცა პოლოს მაიკა მომეცი, ფეხსაცმელი მეგობრის არის, მწვარი მაქვს. ეს მეტყვი არა ჩოგბურთის დასაცმელი არ მაქვს. არა მე შევთავაზე რომ მეთქი air hockey რო არის რა ესე მაგიდები რო დგას უბრალოდ. მაგიდის ჰოკეი. გიჟდები მაგაზე ან ძალიან წაგიყვან მაგაზეც წაგიყვან. ძალიან მარტო. წაგიყვან მაგაზე. ჩოგბურთიო, საერთოდ არა როგორ არ მითამაშია და ბავშვობაში გქონდა სხვა შორს ძალიან კარგი ჩოგნები. მაგრამ ჩავამდა და გერმანიიდან მე და ჩემდას და ძალიან კარგი იყო მაშინ და რა ვიცი. რა კაია. მე სტუდენტობის პერიოდში რო ჩამოვედი, წამოვიღე 2 წელი ჩოგანი და კიკვიცის პარკში რო აშენდა პირველად რაღაცა ეგ კორტები, მან დავდიოდით ხოლმე ბავშვები და თამაშობდი. უბრალოდ სად არის ეგ 2 ჩოგანი აზრი არა. როგორ არა. ჩემს მეგობართან არის და გარღვეულია, საერთოდ დაშლილი არის. მე დავდიოდი ჩოგბურთზე სადღაც 1 წლის წინ. და ანუ იქამდე მივიყვანე საქმე რომ აი ესეთ ჩაწოდებაც კი არ ვიცი. ან ეგრეთ წოდებული ათამაშება და რაღაცა ვიცი, მაგრამ აი რომ ჩარტყმა მეც არ ვიცი. ახლა რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რატომ ლევი გრინი? ანუ სხვა ფერები დაკავებული იყო? არა. ისიც ზედაჭერის შოუში რითი ხიბლავ ქალებსო და სათვალეს რო იხსნის. აი რატო ლევი გრინი და ეგრევე სათვალეს ვიხსნის. ულალა. და თვალებში უნდა შემომხედო რა ულალა. მე შემომხედე შეგიძლია რა. მე წვანე თვალები მაქვს. აი მიყვარს წვანე და რავი, ჩემს ირგვლივ ყველაფერი, სადაც მომიწია მუშაობა, ცხოვრება და ასე შემდეგ, ყველაფერი ყოველთვის წვანე იყო, ბორჯომში ყველაფერი მწვანე იყო, 24/7-ზე და 4 სეზონი. ნუ კახეთში მწვანე არ იყო, მაგრამ შეიძლება ისაგვარად რავი, მომწონს, ბუნება მომწონს, მწვანეფერი მომწონს. მეც მწვანეფერი, აი მუქი ჭაობის ფერი, მწვანე თვალები მაქვს და ეგეც მომწონს და ზოგადად მწვანე მომწონს რა. მაგრამ მწვანე ტატუ არ მაქვს. უნდა გამოვასწოროთ. უნდა გამოვასწოროთ. აქ მაქვს კლიმტი მახატია და რომელი კლიმტის? კლიმტი ხოცა და სადღაც ამას აქვს მწვანე ფოთლები, მარტო ეგეთი პატარა წინიკალი მწვანეებია და ეხლა უნდა გამოვასწორო ეგ შეცდომა აუცილებლად. აუცილებლად მწვანე ტატუ მოკლედ უნდა გაიგეს ლევი გრინმა და ექსკლუზივი მეგობრებო. ექსკლუზიურად ჩვენთვის კი. და ჩემი აზრით აი ეს yellow-ს ძალიან მოგიხსნა წითელი, მაშინ ყოლებირო და ძალიან მოგეწონა. ჩამერცვა ყვითელი ეს ზედა და რო ვაუცოვებდი, უთოს ქონია მიმწვარი რაღაც და მე მოგიწონა. და ანუ აი მთელს ზოლზე ჩამოვუსვი ეს რაღაც ყავისფერი ლაქა წამოვიდა და მეთქი ცოტა უხერხულია. აი მეცუდადა. მე ბევრმა ადამიანმა დარწმუნებული ვარ
გაგიცნო აი ამ ვიდეოებით, ღადაობა ვიდეოებით და ჯერ მარტო იმიტომ ხარ ძალიან მაგარი, რომ ისეთ ვიდეოებს წერ და ისე ღადაობ ადამიანებზე, რომ აქეთ მადლობებს გიხდიან, ხო? კი. უმეტესად. არა, მივახცე მაგას, რომ ყველა მადლიერია და მეუბნებიან, რომ აუ ეხლა მე ხა ჩაჭერი, აი რა გავაკეთო ისეთი, რომ მეც მოვხდეს ეს ვიდეო. მივახცე იქ იმას, რომ აი ბულერი ხარ ჩაჭერებიდან მივედით იმ ეტაპებზე, რომ ჩავწე. ეხა ჩემწეკენ. ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ აი დაგმუქრებია და რაღაცა ცევით და რაღაცა და შენ მოხვალ და შენ ბიჭა ვისწოლს და რაღაცა ეგეთი. სხვათა შორის აი თვითონ მეუღლემ მომწერა, რომ ანუ საღოლო ჩემცოლსო, რა მაგრად გააჯავრეო. აიო. რავი, ხავიო და საღოლო ძმაო, ყოჩაღო შეეხო და. მე ვფიქრობ, რომ აი ახლა განსახედიდან ვისაც ცოტა აი თვითშეფასება ცოტა დაბლა აქვს, ისინი უფრო მემუქრებოდნენ რა, ვიდრე აი ესეთი ხალხი. ხო, აი საკუთარ თავზე თუ არ შეგიძლია ღადაობა, ჩემი აზრით, ანუ რავი რა. ეგეთ ადამიანებს მართლა თვითშეფასება ძალიან უსხამოდ. კი, მე ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე ღადაობა. აი გიშდები საკუთარ თავზე. შეგიძლია ჩემზეც იღადაო, არ არის პრობლემა. არაფერს არ მოჭრის, საერთოდ ამ გადაცემიდან საერთოდ არაფერი არ მოიჭრება. მუხარები იყო, კი, რამოდენიმე. ძირითადად გოგოებისგან, თვითონ გოგოებისგან, მაგრამ ვისაც უთხოვია რომ გთხოვ წაშალე არც ამონებს, დამიშლია. ვაუ. ერთი იმით რა ქვია იმას, ერთი პირობით, ხო? რომ მაშინ ის ვიდეო მასაც უნდა წაეშალა თავისი ვოლით. იმიტომ რომ შენ თუ გაქვს ეგ ვიდეო და ანუ შენს ვოლზე არ გაღიზიანებს, მე თუ ავიღე, ანუ რა პრობლემაა. მე როგორც გაგიცანი ახლა აი ამ ვიდეოებიდან, მე რო აღმოვაჩინე რომ ხარ მუსიკოსი, ანუ აი შოკში ვიყავი, მეთქი what? და ცოტა იცი რა არის, რაღაცა სტერეოტიპული დამოკიდებულება გვაქვს საზოგადოებაში, რომ აი ვინც რაღაცა ესეთ გადაობა ვიდეოებს წერს, თქვა არ შეიძლება რომ კარგი მხატვარი იყოს, კარგი მუსიკოსი იყოს, კარგი მომღერალი იყოს, ან რაღაცა სხვა პროფესიის წარმომადგენელი იყოს და ეს ჩემ თავშიც დავაფიქსირე, რომ აი რაღაცა ან ეს ადამიანი პირველ რიგში არის მუსიკოსი და მე რაღაც ეს ვიდეოები რო დაიწყო და რაღაცა გავარდა მე მაგას რამდენი წელი ვიწვალე რომ ხალხს ჩემი მუსიკა მოესმინა თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ დაახლოებით 2014 წლიდან შევქმნე მაშინ ინსტაგრამი და რაღაცა ესე 2012 წელს ხო შემოვიდა რა აქტიური არისო აქტიურ ფაზაში მაინც ისე და ისე არისო რა ხო და 2014 წლიდან როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და ჩამოვედი და ქალაქში და კვიტრდი და ქალაქელი გადმოსოფლელდი ქალაქში საიდან ხარ ისა? კახეთიდან ლაგოდეხი ხო, მაშინ ეს ინსტაგრამით ხო ნუ რაღაც აქტიურ ფაზაში რო შევიდა ჩემს ერთ-ერთ კურსელს არა უნივერსიტეტელს დავენიძლავე რომ მეთქი აი უნივერსიტეტიდან გასვლის დღეს მეთქი სადღაც 10000 გამომწერი მეყოლება მეთქი რა და იმ დღიდან შევუდექი აი აქტიურად ამ ინსტაგრამის ამოქაჩვას მოკლედ რა 4 წელი დამჭირდა რომ სადღაც 10-დან 15-მდე ეს მუსიკით მხოლოდ მივსულიყავი გიტარით რა გიტარით და შიშველის ხეულით ულალა დაცხა პარალელურად ანუ სიშიშვლე ისეთი თემაა რომ ყოველთვის და ყველგან გაყიდი არა გავარდება გაიხადე გავარდება всё მორჩი დამთავრდა ყველა არ გაიხადა დაჭერდით და ამდენი სიშიშვლე ის რა ქვია ხო აი რაღაც კარგს რო დაუკრავდი და არ გავარდა მაგალითად ეგრე მეორე წელს მაინც უცოტა მკერდი გამოარჩენ მორჩი ეკრაუნდა მე hot სურამელაშვილი მაგიტო გახდა პოპულარული hot და ეგრევე რა აიწია engagement ეს კარგი ისე რა ქვია tips როგორ არის ქართულად რჩევა ხო კარგი რჩევა არის აუ tips როგორ არის ქართულად უკეთად sorry ორი თვე ინგლისურზე დავდივარ ხოდა აუ ის ინგლისურის ხმერთო როგორ მიყვარს ეგ ვიდეო ძალიან ბერჯერ მაქვს და ლუკას კრაიბის კი კაი გამოვიდა ეგეც და იმ გოგოსიც რომ Okay, let's go. მაინც ჭირდება რა, რომ რაღაცა სხვა გააკეთო, რომლითაც აუდიტორიას მოიზიდავ და მე შენ საქმე აკეთო, რაც მართლა გულით გინდა, ხო? ან მე რეალურად რატო დაიწყე მოკლედ ეს ვიდეოების კეთება?
რა? აი აუ ეგ ვიდეოების. ეს ამ ვიდეოების კეთება ერთ-ერთი ის იყო რომ კი ანუ რატომაც არა გაიგონს ხალხმა ჩემს შესახებ აჰა. და რავი გაიცნოს ჩემი მუსიკა მერე ანუ ზოგადად რაშიც ვარ ფოტოგრაფიაში იმაში რა ქვია ხო? ხო ის სურათები ყვითელი მაიკით ჩემი გადაღებულია აი შენ დააყენე კამერა და ის აუ რა მაგარია ფოტოგრაფიაში მუსიკაში კი გადაგიღებ და ცოტა ხანში ის ჩემი პატარა ნოველებიც გამოვა და მაგასაც გაიცნობს ხალხი აუცილებლად. გამატარე ახლა. საუნდტრეკი ყოფილიყო აი ეგეთი სიმღერა, რომელიც სიმღერა იქნებოდა, აგერ გაძლევ YouTube-ი არის დაკავშირებული. არის რაც გინდა ის ჩართე მოკლედ. აი მოდი. ცოტას მოიგო. ალბათ ხოცეთ ერთმანეთი, აი მართლა დავხოცეთ ერთმანეთი, რა სიმღერა უნდა ჩართოთ. მიგზავნის რაღაცა, ისეთი hard rock-ი და ხალხი არ მოусმენს მაგას. ამის სახეს უყურე. და მეთქი ცოტა ისეთი რა, აი ხალხმაც რო იცოდეს, აკყვეს რაღაცა გაერთოს რაღაცა და აი მე კიდე მკნავ რაღაცა ესეთი მოძველებული სიმღერები უნდა დავუკრა, ეგეთი კარგი მეთქი შენ რაც ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი არის ეს. და მე მუქრებოდა მანქანიდან გადაგიხდები, აი ცოტა თუ არ ჩამირთა მუსიკასო. აუციე. ხართე ხა. ხართე. აუ მე მიყვარს ეს. მოკლედ დებიუსის კლაირდებული არის ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი. ნუ ეს ვერსია არ მომწონს პიანინოს, მაგრამ პირველი რაც შემხვდა ეგ ჩავთ. უცნაურია? არა, სხვათა შორის იცი რა არის, აი რამდენადაც ეხლა შენ შემოქმედებას ასაც გადავხედე მას მუსიკას, ყველა არის რაღაცნაირად აი ესეთი რა. 7 წნარი თან ალაგ-ალაგ რაღაცა ეს ელექტროგიტარაც რო შემოდის, აი რაღაცა ვაიბი მოდის რა. არ არის რაღაცა ესეთი hard rock-ი არ არის, მაგრამ ისეთ სიმღერები გამიგზავნა მეთქი ახლა რა უნდა ჩამირთოს ამანი. ძალიან ორ უკიდურესობაში ვარ რა, ანუ იქაც ვარ და აქაც ვარ. მასიურად რო გითხრა ახლა კლასიკას უსმენთ ხო? არ მოგატყუებ მასიურად კლასიკას უსმენთ. უბრალოდ ჩემ მუსიკალური განვითარება და ჩამოყალიბება დაიწყო System of a Down-ით. აჰა. და მერე რიგი როკ ბენდებით რა, კლასიკური როკი, hard rock-ი, thrash metal-ი, doom metal-ი, რავი, აი ყველანაირი მეტალი საერთოდ. ამას მე ვერ გავეკეცი, იმიტომ რომ გიტარაც რო ხელში ავიღე და დაკვრა დავიწყე, მივხვდი რომ აი სწორედ ესენი აი ეს კლასიკა მიყვარდა გიტარაში რა. მიუხედავად იმისა, რომ აკუსტიკურზეც უკრავ, ელექტროზეც უკრავ, კლასიკური მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს. მოიცავ კლასიკური გიტარა. ახლა არ ვიცი რამდენად უნდა ვახსენო ეს შენთან და გიტარაზე დავდიოდი. ახლა აი გუშინ ყავდა დიასტუმრად და მაგას ვიხსენებდით რომ აი ვინცო გიტარაო ხელში აიღო ყველა ეს მდინარე ხის ანიგდა მზე და მაქვს ხურჯინი და მარტო ეგ მასწავლა შემოსწავლება. ჩემი ცხოვრების ტკივილი არის ეს ყველაფერი. და მივხვდი რომ მეთქი არ მინდა ისევ ჩემით ვისწავლი ამ აკორდებს და რასაც მინდა მე იმას დავუკრავ აი ყველა. ან დინარე ხიდის ქვეშ დადუმდა თითქოს, ან მზე და მაქვს ხურჯინით, ანუ მაგის გარდა აი არაფერი რა. არა, ეს არის ნერვები მომიშალ და გამოვედი. ეს არის ჩემი ცხოვრების ტკივილი და რატო ახლა ძალიან ისეთ ასაკში დავიწყე გიტარის სწავლა, რომ აი მაშინ გიტარიანი ბიჭები დუხდნენ რა და ან საერთოდ მისწრაფება რო არ გაქვს იმისკენ, რომ აი რაღაცა დინარე ხიდის ქვეშ დადუმდეს და რაღაცა ეს მზე ატარო ხურჯი საერთოდ რო არ გინდა ეს ყველაფერი, მაგრამ რო გიწევს და რატო გიწევს, რომ ახლა კლასი რომ მივდიოდით ხოლმე, აუ ლევი გიტარა დროს, ლევი არ მაშინ ლევანიც მეძახდა, მაშინ ლევი არ ვიყავი. ბარამბო უფრო სწორად. ექსკურსიაზე რა თქმა უნდა, ეხლა ერთი გიტარიანი გაიჭირა, დაუკარი ვიცი. და მაშინ რა აპარეკა და მადა რაღაცები, ანუ ჩემ არ მომეთხოვება, საერთოდ სმენა ოკეი, მაგრამ ხმა, რავი, საიდან სად ვარ ტონალობებში ვერ ვარ კარგად რა და არ ქონდა მაგას მნიშვნელობა. უბრალოდ გიტარა უნდა, აი სილუეტი უნდა ყოფილიყო გიტარა
რას დაუკავდი, აზრი არ ქონდა, ანუ სურო სწორი აკორდი, არასწორი აკორდი და უბრალოდ აი გერახუნებინა რა გიჟივით და აუცილებლად მდინარე ხიდის ქვეშ და ეს მზედამაყრით უეჭ და აიდუნია კიდე. აიდუნია. წავდა მგზავრები წამომთხარი და ვიარო. აიდუნია. ხო. აი ეს უნდა გწოდნო რა. და ეს თუ იცოდი, შენ უკვე გიტარისტი ხარ. იბედა მაგარი. აი. ყველაფერი დამთავრებულია, შენ გიტარისტი ხარ რა, ეს 4 სიმღერა თუ იცოდი და მომიწია ეხლა სწავლა, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რა გამეკეთებ და მომიწია რა. მე ძალიან მაინტერესებს პატარა ლევი გრინი რას უსმენდა, აი რა ასოცირდება შენს ბავშვობასთან რა? აი რომ ეს სიმღერა. ის ბავშვობაც პატარაობაში მე როკერი ვიყავი. ვაიმე. ეს სასაფლაოებზეც დავდიოდი. გადასაცხარად ხავი? არა, მე შემომტენეს სამწუხაროდ და მე მცემდნენ ხოლმე მაგის გამო. არა. ეს ჩემ პატარაობასთან ასოცირებული სიმღერა არის ხო, სისტემების chops. ამას აქვს ძალიან კარგი ისტორია რა. მაშინ იყო ინფრარედიანი ტელეფონები, აბა თუ გახსოვს. აიცადე. ტელეფონს არ ქონდა ან ქონდა Bluetooth-ი, ან ქონდა ინფრარედი. ინფრარედი აი ესე რომ მიადებდი. ფარნანი ნოკია. ტელეფონს რომ მიადებდი და ფაილებს რო იწერდი ერთმანეთში. აი მე არა. შენ რომ მეწლია? 98-იანი. მე როგორ არ გახსოვს, მე 16-იანი ვარ. მახსოვს. მე ჩემ პირველი ტელეფონი იყო ესეთი გასაშლელი ნოკია. მოკლედ, ამ ტელეფონს ქონდა, წარმოიდგინეთ ეს რო იყოს ახლა ინფრარედი რაღაც. და ამასაც ხო აქვს და აი ეს უნდა მიგეახლოვებდი და ერთმანეთსა და იწერდი სურათს, სიმღერას თუ რაღაცას რა. 15 მეგაბაიტი ყოფნიდა რავი, ჩვენახევარი. და იყო საიტები, ძირითადად ნორუსული საიტები, ახლა ვთქვათ, მოდი ვაღიაროთ და ეს საიტი იყო Space.ru, სადაც აი ეს სიმღერები და რაღაცები იყო უფასოდ რა და იწერდი. უბრალოდ ან ნახე, რა მომენტი იყო 15 მეგაბაიტი და 3 მეგაბაიტი უნდა გაგეწირა. რაღაც შემოდა. ხო, ანუ ხო ხსები და მე როგორ ჩვენახევარი აღარ ყოფნიდა რა, ანუ ბნელი 90-იანებია და აი მაგთიფიქსი ტელეფონი არის ახალი შემოსული. ეგ მახსოვს. არა, ეგ უკვე ცოტა გადმოვახტი, მე ეს გადავა. წირავდით ხოლმე რა, დაგეგმილად, რომ აი შოთა დღეს შენ გადმოიწერ რაღაცა ახალ სიმღერას, იმიტომ რომ შენ გაქვს 15 მეგაბაიტი და მე არ მაქვს. რაღაც მეორე დღეს ჩემი იყო და აი ესე ვაგროვებდით ამ სიმღერებს რა და ამ სისტემასთან დავმა, მაგრამ წაიღო რა, მე იყო ბაიობი, მე იყო Arials რაღაც სიმღერა, ცნობილი სიმღერები და აი ეს მომენტი რა, რომ ინფრარედით იწერ ამ სიმღერებს, ჩემ ბავშვობასთან არის სისტემასთან დავმი რა და ეხა მოსვიდეთ ახლა პროდუქტი ამას რა. ნუ თან პარალელურად ხარ რაღაცა როკერი და და სეჩე მიო ძალიან მაგარი იყო რა. თავს აბრახუნებ და აი ყველაფერს აკეთებ აბსოლუტურად რომ ჩააჭირო. ტექსტში თუ არის ნახსენები სიკვდილი, ანგელოზები, რაღაცა მკვლელობები და რაღაცები, მორჩა შენ კატებს ატყავებ. მორჩა შენ მიყვარდა რომ ანუ რომ გვდევნიდნენ მე ვისაც სიმღერებს უსმენდა და რაღაცა ისეც არ უსმენდა, რაღაცა რეპს და თუფაკს და რაღაცებს, ანუ ცალკე ვიხლიჩებოდით რა, რომ ჩვენ როკერები ვიყავით, ჩვენ რეპერები ხართ და ანუ ხო კარგი იყო ბავშვობა რა გინდა კარგი იყო ნამდვილად. აი როკის პერიოდი ჩემთან ასოცირდება აბიტურიენტობის პერიოდთან. გეტყვი რატო? მაშინ დავიწყო პრაქტიკულად მოსმენა, იმიტომ რომ რატომღაც თან მათემატიკასაც ვაბარებდი მაშინ, მათემატიკის აი ურთულეს ამოცანებს ვსნიდი მაგის ფონზე, ანუ ვუსმენდი როკს და მედი წავიდა რაღაცა აი არა მთელი დღე რაღაცა შეიძლება და მე პოლიტატოვინი რომ ეს როგორ უნდა ამოხსნა და უცებრობი ჩაერთება. ის ხსნიდა, არ ვიცი ეს რა იყო ფსიქოლოგიური მომენტი თუ რაღაცა, მაგრამ ნუ წაიწყო. მე ამ ყველაფერს განვითარება გქონდა ის, რომ გადავედით ცოტა ფსიქოდელიურ როკში, რაღაც Pink Floyd-ი, Led Zeppelin-ი
ხო, ნუ საყვარელი ბენდი არის Led Zeppelin-ი. Muse, ანუ ცოტა ახლა ფსიქოდელიურიდან გადმოვედით მართალია, მაგრამ ალტერნატიულ როკში მიყვარს Muse, Linkin Park-ი. Linkin Park-ი. ეხლა ჩემი მეგობარი იყო იმაში ფლორენციაში, მაგათ კონცერტზე და შურს. აი კაკრას მაგის სიმღერას უსმენდი, Linkin Park-ის სიმღერას, ძირითადად. In the end-იც და ესეც სახელი დამავიწყდა. აბა Nambi, ხო, Nambi. So hard and got so far. In the end, it doesn't even matter. I had to fall to lose it all. კორტები იყო. გონი სასაფლაოზე მიმართეს რაღაც კატავნა გამაკეთებინა. დინარე ხიდის ქვეშ დადუმდა თითქოსზე კარგო მინდა რომ გავდე მაინც მინდა გიყვარდე მაინც ჩემო ლამაზო დაობა ახლა წინა გადაცემაში რომ წავაგე რაღაცა ეს სიმღერა მომღერეს აქაც ეს სიმღერა და მე ჩვენ სხვა სიმღერაზე შევთავაზეთ, მაგრამ რა ვქნა ყველგან ეხლა დინარე ხიდის ქვეშ ძალიან ცუდია დავადუმეთ დინარე მინდა გაჩუქوارდები ვიცი რომ შეგიყვარდები არ მინდა ეს სიმღერა არ მინდა არც ის არ მინდოდა მაგრამ ოკეი და სупер ის ჩემნაირად და ვეღარავი შეგიყვარე ჩემ ძლიერი მხარე რომ აი ქართული სიმღერა დამიკარი მომღერე არ არის ჩემი ძლიერი მხარე და მე მაინც ვამღერებ მე მითხარი რომ რაღაც დამიკარი ახლა რაღაც გარიგლარახე ნაცნობალელია ბულბულები ისამღერია სად ვარ შოროდებიანა არა რა ტექსტია კლავზელებურად ხო მეც ეგ ვიცი და რატო ეს ტექსტი არ ვიცი დოლაბურარია შენი ლამსნობია ვიღინე ამი ყვავილებს დარაჯო ისე ყველა მაგას რო იწყებს იცი ავიდა რავი შეთვის ამინდა ისე ჩემბავში ვიღინე ამი ყვავილებს დარაჯო პირველად შენ გამიღიმე და მერე შენ მაღაჩო Magacho maksheni badi Magacho maksheni badi Zishri samta magacho Cut Magacho maksheni badi Zishri samta magacho Meho elgamit vigini Samta qavilebs darajo Maint Bravo, მეგობრებო, დაგვიკარისტაში. იცნობა ძალიან მეცადე? Pink Floyd-ი. I wish you were here. ეხლა წავედით ჯოგბურთი
ბიჭის კორტებზე. თავიდან ერთი დუბლით დედაფიცა ბოლოა. გეფიცე ბოლოა რა. მოკლედ მე ვამბობ რომ მე ეს რა გასწრაფდი. ეს ამბობს რომ ჯოკოვიჩი ხარო და მე ვეუბნები რომ შარაპოვად. არა. A few moments later. ხო. ეს ამბობს რომ შენ ხარო ჯოკოვიჩი და მე შარაპოვაო და მე ვეუბნები რომ მეთქი მე ვარ ბასილაშვილი თქო და შენ ნელდოროყა. დაგვიწერეთ კიდე ქართველი ჩოგბურთელი ვინ არის? ხო და ნუ ქალი გადაწყვეტა რომ მე ვარ ის რა ქვია ჯოკოვიჩი და ეს შარაპოვა რა. ნახოთ შარაპოვასავით თუ იხმაურებს. არა. კი. შანსი არა გაქვს. აბა მარია დაიწყე. ხმით. სად უყავ? აი ეს იყო შარაპოვაშვილი. ეს იყო ნამდვილად შარაპოვა. წავიდა. წავიდა თქოლევი, წავიდა. ეს რა იყო ხა ეს რა გავაკეთე? სად აგდებ? სად? ახო? ეგა. Yes, აი ეგრე. უფ. ნინა მაგარი ვარ. ეხა მოემზადე? შენ იცი ეს აკენწლა? კი. რამდენს კენწლი? ბევრს. მეც. აი, რამდენი იწუწუნე და ხო ერთობი? ხელა. ფილსი. უნდა ჩაგდო ერთი. ახ შენი. აჰა, აი ჩაგდება თუ გინდა. ვოთ. აი. ხაზე გადავიდა, დედას პიცავა. Yes. ჩავაგდე. ასაკეთ იყო. Yo. ჩამიგდო. დავიდა, ჰა. Hop. Ოჩახ. I'm done. კამერის ბრალი. კაი გადმოდგა. კამერის ბრალია. რაც ეს კამერა დამიყენა ჯადოსავით, ანუ ერთი ბურთი ვერ ვისროლე ნორმალურად. რა თემაა, რა პონტია. ჩემთანაც ეგრე იყო, ჩემთან რო იყო კამერა, იმენა ყველა ჩამივარდა. მიდი. თუ გადაგაწანია ხლა. მიდი, არა, ერთი კარგი უნდა ჩაგიგდო, რომ კამერაში გამოჩნდეს. სუფეილებ ჩაგისვა ვიცოდე. ხო? კი. შეგედა. აი, დავაწყოვეთ რაღაცა და ჰა. ვაუ! ძალიან მაღალი იყო. მიდი, ჰე. აუ, ჩემი რა არის ეს? რა ჩამიგდე, ჰა, მოისრულე რა გინდა. რა ჩემი ბრალია. შენი. ეს ტრიპაჩობა იყო უკვე. მოვკლავ მეთქი. აი ეს უნდა არბენინოთ და აწოვინოთ კალორიები გოგოებს. ცხელა. ვინ მოიფიქრა წამოსვლა რა უნდა და ვის უნდა და რა ვიცი მე. ხო გეუბნებოდი, ჰოკეი. ამ პაპანაკება სიცხეში რა ჩოგბურთი მომინდომა რა არის. მე ხვეწებოდა ჩოგბურთზე წამიყვანეო. მე? ბურთი მათამაშეო. მეთქი კაი ჯანდაბა წაგიყვან. აირბინე მაგის გამო. არა, ბურთი ავიღე პროცესად გადავაგდა ღმერთო. ის ბურთი უფრო ახლოს არის. ანუ მეგობრებო, ძალიან დავიღალე. რა მაგრად ვერთობით მე მგონი? ავლევი. ხა? ხო მაგრად ვერთობით კი ძალიან დავიღალეთ და ვიღა. ქაქანებ უკვე. კი, 1-10 წუთიც და. წყალი წადუღდა. ხო მაგას ვერთობით ლევი.
ჩვენთან ერთად წყალი ჩადუღდა. აი ახლა რო ყოფილიყო სპონსორი გენაცვალა, გამოვაჩენდით აგე ჩვენივრად. გაგვაგრილად თქო, მართალი ადუღებულია, მე მაინც გაგვაგრილად თქო ვიტყოდით. ხო, მოვიტყუებოდ კაცო. აბა ინფლუენსერი ისთვის ვარ. ცივ ყინულებიანი. რაღაცა ხან სწორი უნდა თქვა, ხან არა სწორი. Let's go. ეს რა იყო? ეს იყო დაწყება. ოჩახ. თვითონვე დაამღვამა, ნიჭიერია. ეს რა იყო? აი ეს რა იყო, თორე ის კარგი იყო. ხაზი საკეთ იყო. ცოტა დამინდე კამერა მე მიყურებს, რავი. ეს იზრები. ეხა მოემზადე? დიდი. ახალ მოდენებული. პოზიცია მაქვს დაჭერილი. სად არის ბურთი? ამდან. მიღადავება. ან მიღადავება. ეს უნდა რომ მეთქისიო, ბორჩე წავედით. აღარ გვიდა, დაგყავდა. არა, ნუ. ძალიან დააჭირა და ვეღარ ხედავ. მოდი ესე ვიცნობაშ. აი, კიდე მე გავაფუჭე? კი. მე ხომ ძალიან დავისიცხე, შენ ქუდი მაინც გაფარია, მე ქუდიც არა მაქვს. უი, როა შემოგთავაზე ქუდი? ქონდა ჩემთვისაც წამოღებული? არა, ჩემთვის მარტო, მაგრამ. ჯელტმენურ ამბავში რა. აი ესე. მიხდება? კი. ვა. აჰა. მაცადე ბიჭო. მოკლედ ვინ გაიმარჯვა საბოლოოდ, ჰა? მეც უმკითხავ მე გამიმარჯვა. კაი, სტუმარია დაუთმო. არა. არა, მე გავიმარჯვა. იცი რა არის მე მიყვარს, რომ მე ვიმარჯვებ ხოლმე რა და ასე რომ მე გავიმარჯვა. ხო, მე აღარ დამთახდება გადაცემაში. არა, შენ გამიმარჯვა. მოდი ესე ვთქვათ, რომ უბრალოდ კარგი თამაში გამოგვივიდა, სასიამოვნო რამდენად არ ვიცი, მაგრამ ცოტა დავისიცხეთ, ცოტა გავერთეთ, გოგომ ზაგარი მიიღო, მეც რუჯი მიიღო უფრო სწორედ, მეც რავი, შეძლებისდაგვარად თავს ვიცავდი. კარგი მეტოქე მყავდა ნამდვილად, ვერ მოვიტყუები, მეც კარგად დავუხვდი და ესე გაიმარჯვა მეგობრობა. შეხვდე ბეას, ჩემი და ბეას კლიპი, პატარა რაღაცა ვიზუალი, მე მაგას კლიპს არ ვეძახი, ვიზუალიზაციას გადავიღებ მე ჩემით. აუ რა მაგარია და თაკ დრაივიც ამის მონაწილე იქ. ნამდვილად ხო და წინაზე ბეა ყავდა სტუმარი და ზუსტად ვიცი რომ ეს მღერა იქაც გაშღერდებოდა თან დამირეკეთ. აუ ეგ რეაქცია მითხარი, ანუ აი რა იფიქრე რომ აი ირეკავენ გადაცემაში, მოდი რა თაკ დრაივი, როგორი დრაივი? ხო და ის მე თან თავიდან რა ხდება მეთქი ესეც ვიყავით, გამიკვირდა რა დრაივი უკაცრავად. ბეა მკერავს რომ აი უეჭველი უნდა მოვიდეს შენთან რა და მე ამ დროს იმას ეგ ტყემალს ვკრიფავ რავი ისე მაჭერს თავზე რომ რაღაც და ანუ არაფრის ნერვი არ მაქვს საერთოდ, მაგრამ ეხა ხო ხდები უხეშად ვერ უპასუხებ ვერავის და რაღაცა და ვცდილობ მაქსიმალურად რომ კი მოვალ ყველგან მივალ საჭიროა და ამ დროს თურმე ლაივში ვარ. ორ აკორდზე არის დაწერილი ეს სიმღერა რაც არის. მოკლედ, ესე რომ გავშიფროთ რა, ბე არ არის მომღერალი, მეგობრებო. ბეას, ანუ მომღერალი ჩვენ ვიცით, რომ უნდა კონდეს ვოკალი, უნდა რაღაცა წევდეს ტონალობას, ჰაი-ჰუი. არც ბე არის ბრალე. უბრალოდ ანუ ესეთი მიმდევრობა ჟანრი ალბათ ყველა მიცით, რომ არის რაღაცა მელოდიაზე ფრანგული სიტყვები, ტექსტი არის დაწერილი. ხო და ეს მელოდია ბავშვობა ძალიან ღრმა ბავშვობაში პირველად გიტარა ხელში რო ავიღე, სადაც 16 წლის ვიქნებოდი, რომ ეს ორი აკორდი მოვიდა რა და ტრიალებდა ჩემს თავში და ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ვერასდროს ვერ დავაყენე საშველი, რომ რაღაც ჩამეწერა რა. ავიღე კლასიკური გიტარა, უკულელე, ავიღე აკუსტიკური გიტარა და ვერ გადავწყვიტე ელექტრო გიტარა და ვერ გადავწყვიტე, სადაც შეიძლება და კარგი ყოფილიყო რა და
ზოგადად ჩემს ცხოვრებაში ცოტა რაღაც ისეთი პერიოდი რომ მოხდება ხოლმე რომ აი რაღაც მნიშვნელოვანი, კარგი ან ცუდი, მიყვარს სიმღერით და გიტარით და იმით გადმოცემა რა. ხო და მაგას დაემთხვა კარგი ამბავი, ცუდი ამბავი, არ მახსოვს. პლუს დაემთხვა ის რომ ვინს და ზაფხული არ გვაქვს და ძალიან მზე ზღვა და რაღაცა გვინდა. დავსველდით, მაგრამ წვიმით დავსველდით და არა ზღვით და არა, რა ვიცი, წყლით რა, ანუ დავსველდით წვიმით, ვერ გავდივართ გარეთ. და მოკლედ დავჭექი და 10 წუთში დავწერე. ავიღე გიტარა, 10 წუთში დავწერე და ეს რა ქვია, მეთქი რაღაც აკლია და აკლია მეთქი TikTok-ს ვსკროლავ და გაიჩნდა ბეა და რაღაცა ფრანგულ ტექსტს კითხულობს რა და ბეა აკლია მეთქი რა. ხო და ბეას მქონდა კონტაქტი, აი ესეთი რა, ეს შეხება რომ აი მე მომწონს მისი ფორმატი და გადაცემა და ყველაფერი, ბეას ჩემი და დედამისი არის ჩემი ფანი და აი ამ ურთიერთობის გაცვლაში ვართ მოკლედ და გარკვევაში და უცბად წერა გოგოს რომ ანუ ბეა ეხლა დროზე ჩემს სიმღერას შენი ტექსტია ეს ტექსტი სჭირდება მეთქი და ანუ იმასაც ისე გაუხარდა რომ აი მე გეტყვი და ერთუნებული რა. ეხლა გამახსენდა კიდე მეორე ცუდი ამბავი რასაც დაემთხვა ეს თოფურიას ჩხუბს დაემთხვა ეს ამბავი. ეგ ღამე არის, ბიჭები ჩავედით, ანუ სუფრაა გაშლილი და 4 საათ, ანუ ღამეს ვათენებთ, ვიწყებთ ფეხბურთს და თოფურიაც და დავაგვირგვინოთ რა. აი სუფრაა გაშლილი და მე MacBook-ით და ყურსას მენებით. მიდით ბიჭებო თქვენ იგრიალეთ და მე აქ ანუ ბეას ხმას ესე ვაწყობ რა, ანუ სინქრონში ვსვავ რაღაც ესე იქ იყო გადაოყოს. ბეამ ჩაგიწერა voice-ი, გამოგიგზავნა და მაგარი ხარისხია. ეს რა ქვია, ტექსტი უნდა გვემუშავა რა, და ვუთხარი რომ მეთქი ან დავჭდებიო და მოვიფიქრებო რა და იმდენად აჟიტირებული ვიყავი რომ ან ჩემს წინ ხდება რაღაცა, აბა იმ თოფურიას გაუმარჯოს და რაღაცები და მე აქ ვზივარ და ანუ წერ ტექსტს პარალელურად ეს ყურსასმენები მაგ გაკეთებული და მეთქი რა რაღაცა სხვა მინდა, რაღაცა ის და დავწერე ეგ ტექსტი რა და ეგ ტექსტი გავუგზავნე ბეამ, ნუ ფრანგულად ზოგი რაღაცა კარგად იქნებაო, ზოგი ცუდათო და გადააკეთა და ჩაწერა და იმ ღამეს ეგრევე დავადე, ბეას გავუგზავნე რა თქმა უნდა და ნუ ყვიროდით და წიოდით და რა ვიცი, მეთქი ხა წავალ და 30 გექტარ ალუჩას ჩამოვკრიფავ და რაღაცა ისეთი ბედნიერი მიყავი აჟიტირებული და ბეაც იქიდან ცალკე რომ აი დედა ჩემი ტირის და ბებია ჩემს პულსი აღარ ესინჯება ისე უხარია და რაღაცები და მაგ ღამეს დავდე რა და ერთი კვირა დასჭირდა რომ აი ესე გაშვებულიყო ყველგან, მაგრამ არც 20 ვაცხადეთ იმაზე რა ქვია, YouTube-ზეც დავდეთ და აგეროსა 3000 ნახვა აქვს და იმედი მაქვს რომ გაიზრდება და ამ გადაცემის მერეც კიდე მოემატება. და ეს რა ქვია, მოკლედ რავი, ესე დაიწყო და ესე დამთავრდა და ეხლა მივდივართ რომ Instagram-ისთვის პატარა ვიზუალიზაცია ჩავწეროთ ამ მუსიკას. მიხვას ანუ სხვაზე მინდა ტექსტ ხო წერ რა და ანუ ტექსტის გვერდზე ფრჩხილებში სიცილი უნდა გაიცინო ბეა. მაგასაც ვშივათ მეგობრებო, აიცა. მე მინდა რომ ვისწავლო რა. ანუ ეს ხო უნდა ისწავლო, ხა ხო უნდა იცოდე, არა რომ ვალდებული ვარ ასე მგონი, არა უნდა ვიცოდე. ისე სასაცილოდ გამომდის რომ რა ვიცი. 10 წუთის კვალობაზე ხა იდეალურია, ანუ ფენიერია. საბოლოო ჯამში ანუ ჩაუჯდეს ახლა 1 საათი, წარმოიდგინეთ რა შექმნის უკვე. ისე წარმოცი ხარ? ამ კუთხით არა. ზოგადად არ ვარ წარმოცი ადამიანი. მუშაობა მეზარება. აი კოლეგიალური მუშაობა მეზარება. აი ვერავისთან ვერ მიმუშავებ გამორიცხული. ოფისში რო ზიხარ და მუშაობ. ვიღაცა მცემს, ვიღაცა მცემს, მორჩა და გადავდა. რაზე სწავლობდი? დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობები. ვაუ. კი, ანუ მადლიერი ვარ იმით რომ ვისწავლე და ვერაფერი ვერ მოვახერხე ნამდვილად. ხელი დიპლომატია და საქართველო ცოტა ახლა სიმართლეც მოხდება ვითამაშოთ. მიდი აბა. შენ დაიწყო თუ მე მოდი ჯეირანი ვითამაშოთ. ჯეირანი. დავაგე.
ანუ შენი წა, შენ უნდა მკითხო. სიმართლე თუ მოქმედება. მოდი ჯერ სიმართლე იყოს, მაინც მოქმედება რა, ესეთი არ გავაკეთებინოს, ახლა გადავჩეხინოს თავი. ინტერესი. ნახე მისი გულწრფელად. გულწრფელად მითხარი, სიმართლე მითხარი, თბილისში ცხოვრება მოგწონს თუ არა? ჩემი ტკივილია ეს და მაგით გეკითხები. ნახე, სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოვიდგენია. და ამიტომ მომწონს თბილისში ცხოვრება. საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას ვიცხოვრებდი ცოტა ხანი რა. სვანეთში ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით ძალიან მიყვარს. ბათუმი მიყვარს, გიჟდები, აი მართლა ვაღოთ, აი სულ 24-7 წვიმები არ შემიძლია. მაგიტო გერმანიაში ვერ ვიცხოვრებდი, იმიტომ რომ 24-7 წვიმები სუდად მხდის. არა და გერმანიაც არ მიყვარს, ახლა ხედახევარი ვიყავი ბერლინში გაწვრთი პროგრამაზე წამოვედი. მართლა წვიმების გამო? არა, რა წვიმების გამო. მომკლეს კი რაღაც ისეთ რაღაცები მაზიტი და მეზისხებიან. ფერეჯობი რო იყო, მაგაზე იყო. მეც მაგაზე ვიყავი. მე ვიყავი იმაში, შოკოლადის ქარხანაში და ვაიმე ღმერთო მართლა მონური შრომა არის. ძალიან მონური შრომა. 1300 евро მქონდა ხელფასი და ან მეორე ნახევარში რომ მივხვდი რომ საერთოდ ვერ გავკაჩავდი ეგრე. აბა ლევან, კარგად. მაგრამ ისე კარგია რა, მე იქიდან წახვალი, მოგზაურები, იქ ვიყავი, ეს ბერლინიდან წავედი დუსელდორფში, ესენში. მე რა მიქრაფქია, მოსაწავედი ამსტერდამში. ამსტერდამში მეც ვიყავი. გასინჯეს. არა. გაშაშიანი ნამცხვარი. ვერა, ჩემს ცუდად მოქმედებს. ამსტერდამიდან პირდაპირ ან მანქანით წავედით, წამოვედით საქართველოში და ამსტერდამში რომ დავიცინე და საქართველოში რომ გავიღვიძე სადაგზა თურმე მარტო იმას ვიძახებდი რომ ვაიმე ამსტერდამი. ვაიმე ამსტერდამი. მანდი ცხოვრობდი ამსტერდამში? დიდი სიამოვნებით. დიდი არა, იტალიაში ვიცხოვრობდი და ეხლა ვაპირებ კიდევაც და რაღაცები უნდა ვქნა რომ წავიდე და ვიცხოვრო იტალიაში აუცილებლად. იტალია ძალიან კარგია. ზოგადად ანუ რატო ვიცხოვრობდი ის სხვაგან ჩვენ ხალხს ვაკლია აი ხალისი და აი ამ ხალისის გაზიარება ერთმანეთში. აი ქუჩაში რომ მოძრაობ რო გამოდარ ხალხი არის დაღვრენილი, დასტრესილი. რავი, აი ამ საწოდების ხო, აი რავი, შანსი არის, შანსი არის, რომ აი ვიღაცა შეხედო და სახე არ ჩამოსტიროდეს რა. აი მაგიტო დავიწყე ფაქტ დრაივის გადაცემა, რომ აი ხს მოუწოდა, რომ აი ამ ხელა საცობები და ეს ყველაფერი რომ ნერვებს გიშლით რა. ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, ბოლო ხმაზე იმღერეთ, აი, დავიცი. ეგ საფლელობა, მაგას ვერ იზავენ. ეს ისე ფლელობა. რავი, საფლელობა. ეხლა ხო ფანჯრები აწეული მაქვს და მე მაქვს სულ ბოლომდე ჩაღებული ბოლო ხმაზე სიმღერა, მეც მღერი ვარ და ესეთები მიყურებენ. ერთმა ესე გამიჩერა აი ზუსტად აქედან მოდიოდა ეს მანქანა, ასე მიჩერებს და რა გინდა? კაცრავად რაღაცა ესეთი და მე ვაგრძელებ მკიდია მაგრად რა. ხო, ნარო ყველა მისწავლეს ეს სიმღერა, განსაკუთრებულად ჩემაც მაკაცებმა ვინც მანქანაში მიზის ხოლმე. შორება მოიტანა რაღაც მინდოდა მეკვა შენთვის კარმა სიტყვები მოიტანა ვერ გაგაგონე ვერაფერი ვერ მოგაწვინე ხარ აქ არის კარგი ელექტროგიტარის სოლო და ის ძალიან ორწამიანია, მაგრამ ისე უხდება რომ აი არ ვიცი რა სამთავრდა ყველაფერი და მაინც რატო მეხელები მე შენზე ფიქრი მახსენებს თავს შენ ალბა შორს ახარ ძალიან შორს ალბათ გვიანი იქნება ხვალ გვიანი იქნება ოსება გახვევა დროს გიჟდები ტრაქტორზე ხარ მომჯდარი შუაყანაში გასული და ტრაქტორში იჩითება უცბად ის რა ქვია CD პლეიერი და დისკს შეასურებ და იჩითება ეს სიმღერა. არა მომწეთი რა დაგეგმართა ბიჭებს, აი ხოხდები რომ წარმოუდგენელია რომ ვიღაცას CD დისკზე ჩაწეროს ეს სიმღერა რა. რაცი თვითონ ხატია წერეთელს ჩაეწერა, ხო? და უცბად უზაუდეს რომ ყანადებს ვივარ და გავიწყურავებ Piste grote de Gavigula wow Gavigula This
round the clock. აი ტრაქტორს უკან მობმული აქვს რაღაცა არ ვიცი თქვათ როგორ არის. იმ რაღაც მობმულზე ვართ ჩვენ და ერეკლე მუსვე დისკი ატაკა და ერეკლე მე დაუწიე ბოლოს მაზე და პირველთან ნაშა ბიჭები გაიჩითა და აი როგორ ვერდი ეხლა ფერთები უნდა გავშალოს. ხატია წერეთელი რო დაიმჭირეს ჩემ გულს რაღაცა თაძ. აი რაღაცა მაგრამ რომ გამოუშვეს აი პირადად მივულოც არ უნახავს სამწუხაროდ მაგრამ მივულოც რომ ხატია მიხარი ხარ რომ თავისუფალი ხარ ხო რა მიყვარს რა გავაკეთე აი რამდენ შევერთე ხო აი როგორ ძლიერ როკ ჯგუფებს შევერთე და ბოლოს ხატია წერეთი აი მაგიტომ რა ანუ ვერ გაიგე ლეძეპელინი რომ მოკლოს და იქ ხატია წერეთი უსმენ ანუ რაღაცა შეში ვერ არის კარგი არ ვუსმენ უბრალოდ მიყვარს აი ესე ახორხოცოლავებული რო ვარ აი ეს რაღაცები მიყვარს ციტალიბზე შავი ზღვა და ორეთათრია ფერები ასამოს ლეილა დოლიტე ყოფილა ლეილა დოლიტე ყოფილა მეწერა ფოტატეოს რო ვიდახი ამ ქალს აქ ერთ-ერთი სიმღერა კიდე ის რა ქვია ეხავღეროდი დამავიწყდა ნუ რომელიღაც სიმღერა აქვს რომელზეც ერთი გოგო და ცნობილი TikTok-ერთან ერთად გულაობდა და მე ჩაუწერე მეთქი იგრიალეო რაღაცა და ეწყინა რა და ანუ მეც ვუსმენ ამ სიმღერებს ნუ გწყინ და მე გითხარი კიდევაც რომ ამ სიმღერებზე მეც ვერთობი ციტალიბზე შავი ზღვა და შუა ვაკეში ვარ მეგობრებო ასამოს ერთად ვარ აზამის ზღაპრები აფრები ასამოს ჩაუხრობეთ აუ როგორ დავწვრები სიმართლე თუ მოქმედება მოქმედება ცოტა აქ რა არა სიმართლე მე სხვადასხვა მოქმედებით გავაკეთებინე აი ეგ არიცი მართლა სიმართლე თუ მოქმედება მეთამაშეთ მე და ბეა და მოქმედება ქონდა და მეთქი რა ვქნა თქო და ლევი გრის დაურეკებთ და ჩემ გადასმას დაპატიჟეთ თქო და მაგიტო დაგირეკა ლევი გრინი რომელი ცხოველი იქნებოდა მაგალითად რომელ ცხოველს რო აკავშირებს რა შენ ჩემი ძველი პოდკასტები ნანახი გაქაშკარად არა იქ დამისვეს ეგ კითხვა და მაგიტომ მან უპასუხე რომ მელია იქნებოდი მეთქი რატო მიყვარს ძალიან მელია ყველაზე ჩემთვის ერთ-ერთი ჭკვიანი ცხოველი არის ცხოველთა შორის და მაგიტომ მოხერხებული ერთადერთი ცხოველი რომელსაც შეუძლია ზღარბის ჭამა ისე როგორ ჭამს მდინარესთან აკორებს და მდინარეში ზღარბი ხო იხსნება და რო იხსნება იქიდან ჭამს ნახე კარგი ახლა შენი დრო მიდი აი უკვე მე შენია მიდი სიმართლე თუ სიმართლე სიმართლე ოდესმე მოგიტყუებია რომ აი ვითომ წიგნი წაგიკითხავს და იცი შინაარსი არა ანუ ვითომ ძალიან აკითხი და ისეთი გამოსულიყავი არა არ გიტრიპაჩია ეს არა მე და ტრიპაჩო არა მახსოვს ისე შენ საყვარელ წიგნები აი ეგ ცოტა პერიოდულია რა აი ეხლა ბოლოს არა ძალიან დიდი ხანი აი ჟანრი რომელია უფრო მეტად რომას კითხულობ ხოლმე რომანებს კითხულობ ძირითადად და ძალიან დიდი შთაბეჭდილება რამაც დამიტოვა იყო მარტოობის 100 წელიწადი ეს რა ქვია აფხელა წიგნში ნუ არ არის ახლა ეგ ჩემთვის დიდი წიგნი ბავშვობაში წავიკითხა სხვაშორის ეგ და გონია რომ ცოტა ისეთ ასაკში უნდა წაიკითხო რომ ყველა ვინც ბავშვობაში წაიკითხა ყველა უკმაყოფილოა და ვერ რა თქმა უნდა ვერ გაიგებდა სხვაშორის მე წიგნების კითხვა დავიწყე ძალიან კარგ ასაკში მაგრამ ძალიან ცუდად ქართველებს არ ვკითხულობდი სოფლიო ლიტერატურას ძირითადად და მე ცოცხლები ბოლო რამოდენიმე წელია მიუბრუნდი ქართველებს ეხლა დუმბაძე დავამთავრებ ქარჩაძეს რამოდენიმე ნუსებულს გავგიშდი ანტონიო დავიძე გავგიშდი ეხლა კიდე ერთი წიგნი მაქვს ნაყიდი მაგას წავიკითხავ და
ერთ დღეში მაგ წაკითხული ბაბლუანის მძემფარი და პურისყანა. და ეხლა ვწერ მაგაზე მელოდიას. მაშინ დავწერე და ეხლა უნდა ჩავწერო. ვაუ. საინტერესო იქნება ძალიან. კი, ძალიან საინტერესო. ყოველთ ჩვენი ჩვენი ინტელექტიც აი გამოვაველი ჩაფს. ძალიან დიდი მადლობა ლევი. მადლობა შენ დაპატიჟებით. და მადლობა იმისთვის რომ კორტებზე წამიყვანი და ცოტა გამაუხდია. მოგესალმებით თაკ დრაივი. ბეა. გამოვა, კარგი გამოვა შენი აზრით. Tu te souviens de la mer l'année dernière, quand la méduse m'avait piqué. Comme j'avais pleuré, tu ne savais plus quoi faire. Alors tu as pris mon pied dans tes mains et tu as embrassé là où j'avais mal. Puis tu m'as regardé en souriant et tu m'as dit, maintenant ça va passer. Et moi je t'ai cru.